ახლა მოვდივარ ანდროს ოჯახიდან. ანდრო, შენებთან ვიყავი. ნახე შენი მშობლები, შენი ძმა ვასკა, რომელიც ჩემი მეგობარია. შევიძინე ახალი ღირსეული ადამიანი ცხოვრებაში და ჩვენ შორის ხარ შენ, შენი სიმტკიცე. და მიუხედავად იმისა, რომ შენი ოჯახის წევრები დიდ სევდას ატარებენ გულში, დღეს ისინი და არა მარტო ისინი, ყველა შენი მეგობარი, ყველა შენი ოჯახის წევრი ამაყი და ბედნიერია შენით, შენი ღირსებით, შენი სიმტკიცით, შენი კაცობით და შენი ჯელტმენობით. არ ვიცი, ალბათ გახსოვს ხო, რომ ჩვენ პრემიერიდან პრემიერამდე ცხოვრობდით. ეს მოცემულობა შეიცვალა და ახლა ვცხოვრობ სასამართლო პროცესიდან სასამართლო პროცესამდე. ჩემთვის ეს ყველაზე დიდი სანახაობაა იმ კუთხით, რომ სასამართლო დარბაზებში ამ 8 თვის განმავლობაში ჩემს თვალწინ იბადებიან გმირები. და ერთ-ერთი გმირი ხარ შენ. და ეს სულ სხვა კუთხით მაჩვენებს შენს თავს. ფაქტიურად ამ დროის განმავლობაში რეალური კათარზისი გაიარა შენ და არა მარტო შენ. და ეს ცეცხლი, რომელიც შენს გულში ანთია, ეს უსამართლობა, რომლის წინაშე შენ ესე მყარად გეხარ, აუცილებლად გამოიღებს შედეგს. მე ზუსტად ვიცი, რომ შენ შვილს, შენს ოჯახს, შენს ქვეყანას დაუბრუნდები გამარჯვებული. ვიცი, რომ აპირებდი სიმაღლეების დაპყრობას, ევერესტის და არა მარტო, მაგრამ ეს მწვერვალები ახლა რეალურად შენს თავშია და ჩემთვის პირადად შენ ადამიანობის ყველა მწვერვალი დაიპყარე ამ ბოლო 8 თვის განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო 8 თვის განმავლობაში. ძალიან მიყვარხარ. შენს გვერდით ვარ, გუშინ ლიკამ დაწერა, რომ უპირობოდ გენდობია. და უპირობოდ გენდობი მეც და არა მარტო მეც. უამრავი ადამიანი. რა არ ეცადეს შენს წინააღმდეგ. მილიონები დახარჯეს ტროლბოტებში. შენი სახელი რო გაეშავებინათ, მაგრამ შენმა სიმართლე, შენმა დგომამ ეს ყველაფერი გადატეხა. და შენ გულშემატკივრობენ ადამიანები არა მარტო იმიტომ, რომ ნიჭიერი მსახიობი ხარ, იმიტომ რომ უდანაშაულა. ეს არის მნიშვნელოვანი. და ეს მინდა იცოდეს ყველამ და განსაკუთრებით იმ ადამიანმა, რომელიც ახლა კულტურის მინისტრის პოზიციას იკავებს. მან ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ძალიან გული ტკივა, რომ ესეთი სიმპათიური და ნიჭიერი მსახიობი არის ციხეში. ამით მან თქვა, რომ ის გულშემატკივრობს მის ნიჭიერებას. მაგრამ ხალხი ანდროს იმიტომ კი არ თანაუგზნობს, რომ ის კარგი მსახიობია. ხალხი ანდროს თანაუგზნობს, იმიტომ რომ ის უდანაშაულია. და უდანაშაულო ადამიანები ბოდის რა თქმა უნდა არის. ანდრო, დიდი მოკითხვა შენ, შენს თანამესაკნეებს და ყველა იმ ადამიანმა, ვინც უდიდესი სონი დადო საქართველოს მომავლისთვის, უკეთესი ცხოვრებისთვის და ღირსეული ცხოვრებისთვის. მადლობა თქვენ, ხნეობა თქვენ და იცოდეთ, რომ მთელი საქართველო თქვენს გვერდით არის. თქვენი სიმართლე ჩანს.